დაიწყო სიტყვებით. მინდა თქვენს მენეჯერს ვესაუბრო. და დასრულდა. ვწუხართ რომ უნდა შეგვუნდა შეგატყობინათ. მხოლოდ 30 წამის გაუწონასწორებელი აფეთქება დასჭედათ ამ კარენებს, რომ სოციალურ ქსელებში არასწორი მიზეზებით გახდნენ ცნობილი, თავიანთი რეზიუმეები წაშალეს და კარიერული სტატუსი სრულ განაკვეთსეულ მუშავრად განაახლეს. ნომერი 10. 2025 წლის 13 დეკემბრის საღამო უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი გასართობი ღამე უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად საღამოს ბოლოს შეუმჩნეველი სან-ფრანცისკოს ჰეიზველის ჰეიზი რესტორანი გადაიქცა ბარბაროსული სცენის ფონს, სადაც აგრესიული ქალი ინტერნეტის ახალ ყველაზე ცნობილ ქარენად იქცა და მთავარი სანახაობა გახდა. შერინ აფქარი და მისი თანამგზავრი ჰეიზის რესტორანში ვახშმობდნენ და ერთ ალკოჰოლურ სასმელს მეორეს აყოლებდნენ. შერინი ფიტნეს-აპ სტრავას თანამშრომელი საათების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო თვრებოდა. ბოლოს კი პერსონალმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო მისთვის ალკოჰოლი აღარ მიეწოდებინათ. როგორც იუწყებიან, ჰეიზის რესტორანმა უარი უთხრა ქალბატონს და მის პარტნიორს ალკოჰოლის დამატებით მიწოდებაზე, რადგან შერინი ზედმეტად ნასვამი იყო. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს აუცილებელი გადაწყვეტილება მიეღო და საღამო დაესრულებინა, შერინმა თავისი შინაგანი წყენა გამოავლინა და ის რამდენიმე სხვა სტუმრის წინაშე გადმოანთხია ამ თითქოს იზოლირებულ ინციდენტში. პრობლემა ის იყო, რომ ვიღაცა იღებდა ვიდეოს. იმ ღამის აურზაურის ვიდეო კადრები აჩვენებს ძლიერ მფრალ შერინს, რომელიც სულ უფრო აგრესიული ხდება. ეს იწყება ბუტბუტით ნათქვამი ხვერილით და საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადის. ხალი რესტორანში მოძრაობს, მასთან ახლავს თავისი ჯგუფი. ამ დროს კი ის ტელეფონით იღებს ყველაფერს, რაც ხდება. ის თითქმის გაუგებრად პერსონალს უყვირის, რომლებიც სთხოვენ, რომ დატოვოს ადგილი. ის ასევე იწყებს სხვა სტუმრების მობიურებს ხელისკრას და ფიზიკურად აგრესიული ხდება მის გარშემო მყოფებთან. მისი ბოლო შეტევა შეაჩერა 25 წლის მიგელ მარჩეზემ, რომელიც ჰეიზის ბარმენია. როგორც ჩანს, ქალის უსაფუძვლო არეულობით გაბრაზებულმა მიგელმა შერინს და ფეხები გამოაცალა და ის ძირს დაენარცხა. შერინი ახლა კიდევ უფრო გაბრაზებულია ვიდრე ადრე და აგზელებს თავის ძალადობრივ შეტევას. მის მეგობარი სასწორკვეთილად ცდილობს ჩაერიოს, მაგრამ მას ორი სხვა მამაკაცი იჯერს და რესტორნიდან გაათრევენ. მიგელი ასევე იჯერს შერინს და მას დაწესებულებიდან გააქვს. და აქ უნდა დასრულებულიყო ეს ამბავი, თუმცა გარეთ საშინელებები გრძელდება. ვიდეო ჩანაწერი ჩანს, როგორ ეჭიდება შერინი მიგელს თმაში და არუშებს. შემდეგ ის ართმევს ქალს მობილურ ტელეფონს და აგდებს ქუჩაში, სანამ რესტორანში დაბრუნება შეეცდება. მაგრამ ქალი არ ნებდება და მისდევს მას. მაგრამ ისევ მიგელი ფეხს უყობს და ის ძირს აგდებს. რამდენიმე საათში ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა და მალე ანონიმური კარენის პირადი ინფორმაცია აღარ იყო კონფიდენციალური. ინტერნეტის მომხმარებლებმა გაარკვიეს, ვინ იყო ის, სად მუშაობდა და მის პირად ცხოვრებაზე გასაოცარი რაოდენობის ინფორმაცია შეაგროვეს. სან-ფრანცისკოს პოლიცია მოგვიანებით დააკავა იგი საზოგადოებრივ ადგილას სიმთვრალის გამო და მის სამსახურის სტრავაში წარსულს ჩაბარდა. ნომერ 9. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი 2020 წლის 25 მაის დილით სავსეი ოხალხით ქალაქის ხმაური შთანთქული ჰქონდა. აქ მორბენალები თავიანთ მარშრუტებზე მოძრაობდნენ. ველოსიპედისტები ერთ-ორ ქვას თავს არიდებდნენ, ხოლო ძაღლების გამსეირნებლები ჩვეულებრივ სეირნობდნენ. რემბლის მწვანეებში ქრისტიან კუპერი ბევრად უფრო მშვიდ საქმიანობაში იყო ჩართული. ის იყენებდა შესაძლებლობას ფრინველებზე დასაგვირებლად. სწორედ ამ სპონტანურ საქმიანობაში ყოფნისას შენიშნა მან რაღაც ისეთი, რაც უმეტეს პარკის სტუმარსა და ფრინველებზე დამკვირვებელს გააღიზიანებდა. იქ იყო ქალი თავის ზალთან ერთად და ძაღლი საბელზე არქავდა. ქრისტიანმა თავაზიანად მიმართა ქალს, ამავდროულად იღებდა ამ შეხვედრას და აცნობა, რომ ამ ცენტრალური პარკის მონაკვეთში მისი ძაღლი საბელზე უნდა ხოლოდა. ის რაც შეიძლება ყოფილიყო ოდნავ შემაწუხებელი, მაგრამ მარტივად დასავიწყებელი საუბარი გადაიზარდა ბევრად უფრო უკიდურეს და სულიად არასაჭირო სიტუაციაში. უთხარით, რომ აფრო-ამერიკელი მამაკაცი მემუქრება სიცოცხლეს. აფრო-ამერიკელი მამაკაცი მე მალავ ცენტრალურ პარკში. ის მირაბს ვიდეოზე და მემუქრება მე და ჩემს ძაღლს. ქალი, ეიმი კუპერი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მის მკაცრ თანამოსახელესთან, მაშინვე განრისხდა ამ თხოვნაზე. ქრისტიანმა შემდეგ დაჟინებით განაცხადა, რომ ის გააკეთებდა იმას, რაც სურდა, თუ ქალი იგივეს გააკეთებდა. შემდეგ მან დაიწყო ძაღლის თავისთან მოპატიჟებას საკვებით, რამაც გამოიწვია კუპერის უკიდურესი რეაქცია. მან სწრაფად გასწია ძაღლი და უთხრა, რომ არ შეეხოს მის ძაღლს. ამ დროს ქალმა შენიშნა, რომ მას იღებდნენ და ქრისტიანისკენ გაქანდა, თან ძაღლს საყელურით მიათრევდა. შემდეგ მან გააგრძელა მუქარა ფრინველებზე დამკვირვებლის მიმართ და უთხრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, რადგან აფრო-ამერიკელი მამაკაცი მის სიცოცხლეს ემუქრებოდა.
მთელი ამ დაპირისპირების განმავლობაში ქრისტიანს ქალისთვის არავითარი მუქარა არ განოცხადებია, მაგრამ პოლიციის ოპერატორები თავდაპირველად ასე არ ფიქრობდნენ, როცა სასწრაფო ზარი მიიღეს ეგრიწოლებულ კარენისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ საფრთხეში იყო. საბედნიეროდ კამერები ჩართული იყო და სიმართლე ფიქსირდებოდა. ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა იმავე პერიოდში, როცა ჯორჯ ფლოიდის გარშემო შემზარავი მოვლენები ვითარდებოდა. იმ დროისთვის, როცა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც სავარაუდო თავდასხმა ხდებოდა, კუპერიც და კრისტიანიც უკვე წასულები იყვნენ. ერთი თვის შემდეგ ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელმაც პოლიციაში ცრუ შეტყობინებები დანაშაულად დააკვალიფიცირა და კონკრეტული ჯგუფების დაცვა უზრუნველყო სქესის, რასისა და რელიგიის მიხედვით. ემი კუპერის ქმედებების შედეგები მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ ცენტრალ პარკის კარენის იარლიყით არ შემოიფარგლა, არამედ მის პირად ცხოვრებაზეც გავრცელდა. იმ დროამდე ის მუშაობდა საინვესტიციო კომპანიაში Franklin Templeton-ი. როდესაც მისმა დამსაქმებლებმა ვიდეოს შესახებ შეიტყვეს, მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო ზომების მიღება და კუპერი გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან. თან ერთოდა განცხადება, რომ Franklin Templeton-ი არ ითმენს რასიზმის არც ერთ ფორმას. შემდეგ მან სცადა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა უკანონო გათავისუფლების გამო, მაგრამ ეს სამართლებრივი ქმედება სწრაფად უარყვეს. ნომერი 8. ეს იყო ეს უცმაწური გაუთვლელი ქმედება ამ ვირუსულ ვიდეოში, რომელმაც გამოიწვია აუცილებელი აღშფოთება ინტერნეტში და გამოიწვია ერთი აგრესიული ადამიანის ხანძლივი კარიერის დასრულება. მაისში წელს ჩვეულებრივი სასკოლო დღე ფლორიდის ქალაქ ლითიაში მიმდინარეობდა ჰილსბოროს საგრაფოს ბარინტონის საშუალო სკოლაში, სადაც Karen Whitmore Savage, რომლის სახელით სიტუაცია სიმბოლურად შეეფერებოდა, მუშაობდა მასწავლებლად, რომლის მთავარი ამოცანა იყო ბავშვებით სავსე კლასის განათლება. კლასები, როგორც ქვეყნის მასშტაბით ბევრ სხვა სკოლაში, განკუთვნილია იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხო სასწავლო გარემო ყველა წარმომავლობის მოსწავლისთვის. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა დაარღვია ეს ნორმალურობისა და უსაფრთხოების განცდა ყველა მონაწილისთვის, რის შედეგადაც როგორც მოსწავლეები, ისე მშობლები სერიოზულად შეშფოთდნენ. ბავშვები ახლახან დასხდნენ გაკვეთილზე, მაგრამ ისევ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, როგორც მოსწავლეებს ჩვევიათ. როგორც ჩანს, მისთვის განკუთვნილი ყურადღების ნაკლებობამ გააბრაზა 63 წლის მასწავლებელი და ის მიუახლოვდა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც აფრო-ამერიკულ თოჯინას თამაშობდა. თოჯინა ჩამოართვეს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კარადაში ან უჯრაში დაედო, სევიჯმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. როგორც ჩანს ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო, ის მიდის იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ მობილურს სტენავს. ტელევიზორის ქვეშ, რომელიც კედელზე ეკიდა, დამტენის კაბელი ეკიდა. მან აიღო ეს კაბელი, შემოახვია ბავშვის თოჯინის ყელს და მჭიდროდ შეკრა, ისე რომ ყულფი გააკეთა. შემდეგ მან რამდენჯერმე სცადა, რომ კაბელი ტელევიზორის ზემოთ გადაეგდო, სანამ ბოლოს არ მოახერხა. სავიჯმა შემდეგ ნელად ჩამოსწია თოჯინა, რის შედეგადაც გამოჩნდა ჩამოკიდებული აფრო-ამერიკელი ჩვილის ფორმის თოჯინა, ხოლო საკლასო ოთახი სახჭობელად იქცა. სტუდენტებმა მაშინვე გამოხატეს თავიანთი აღშფოთება ამ სცენის მიმართ და დაჟინებით განაცხადეს, რომ ეს რასისტული იყო. სავიჯმა ეს უგულებელყო და აუხსნა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, რათა მათი ყურადღება მიეპყრო. მაგრამ საქმე მასწავლებლის განზრახვებში არ იყო, არამედ იმ სურათში, რაც ამან შექმნა. ეს სურათი ძალიან შემაშფოთებელი იყო და ყველაფერი ვიდეოზე იყო დაფიქსირებული. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც ეს ფაქტი გადაიღო, მაშინვე სტუდენტურ საქმეთა ოფისში წავიდა, ხოლო სევიჯი მას მიჰყვა. იქ მან შეძლების დაგვარად აუხსნა სიტუაცია, მაშინ როცა მასწავლებელი მუდმივად აწყვეტინებდა საუბარს. ამასობაში ვიდეო ოჯახურ ჯგუფურ ჩატში მოხვდა და პანიკა მაშინვე დაიწყო. შემდეგ მოხდა ძალიან საჭირო, ქაოტური აღშფოთება. მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ამ სურათმა ისეთი სცენა შექმნა, რომელიც 2026 წელს არც ერთ ბავშვმა არ უნდა ნახოს. ლინჩი მის უკანდგომი განზრახვის მიუხედავად. მოვლენის ვირუსულად გავრცელების შედეგად ჰილსბოროს საგრაფოს სკოლების ზედამხედველმა დააგმოეს ინციდენტი, ხოლო სევიჯი კამპუსიდან გააძევეს გამოძიების დასრულებამდე. მალე ამის შემდეგ კამპუსმა გაავრცელა განცხადება, ციტირებ: მის სევიჯთან შრომითი ურთიერთობა დაუყოვნებლივ შეწყდა. და ინციდენტი გადაეცა ფლორიდის განათლების დეპარტამენტის პროფესიული პრაქტიკის სამსახურს, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები მისისი მასწავლებლის სერტიფიკატის საკითხზე. ნომერი 7. 2020 წლის ივნისისთვის ფრაზა შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, უკვე ჩვენს ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრდა. ის გახდა სოციალური მედიის ჰაშტეგი, ყოველდღიური განხილვის თემა, ფართოდ გავრცელებული მოძრაობა, რომელმაც ინტერნეტის ფარგლებს გადააჯარბა და რეალურ ცხოვრებაში პლაკატებად, მურალებად, პროტესტებად და ქმედებისკენ მოწოდებებად გადაიქცა. მილიონობით ადამიანი გლოვის ტყვეობაში იყო და იძულებული გახდა რასობრივი უთანასწორობის მძიმე რეალობას შეყურებოდა. ყოველ შემთხვევაში გლოვა საზოგადოების უმეტეს ნაწილში დარჩა. სუბიექტმა, მაგალითად ლისა ალექსანდერმა კი ვერ გაეგო, რომ ცვლილებები იწყებოდა.
ფილიპინელი, სან-ფრანცისკოს მდიდარი Pacific Heights-ის უბნის ცხოვრები ჯეიმს ხუანილო თავის სახლთან იდგა, სადაც ბოლო 18 წელი ცხოვრობდა. მისი ნაცრისფრად შეღებილი კედელი იქცა ტილოთ, რომელზეც მან ცარცით გამოხატა თავისი პოზიცია ჯორჯ ფლოიდის შემთხვევასა და სხვა რასობრივი უთანასწორობის მოვლენებზე. თეთრი ცარცით დაწერილი სიტყვები შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მკვეთრად გამოირჩეოდა ფონზე. შეტყობინება ნათელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა შაბლონით აკეთებდა, გამლელები ვერ იკავებდნენ თავს ჩარევისგან. ლიზა ალექსანდერი, რომელიც კვლავაც არ იცნობდა მიმდინარე რევოლუციას, თავის პარტნიორ რობერტ ლარკინთან ერთად მიუახლოვდა მცხოვრებს და დაიწყო ჯეიმსის შევიწროება. ამტკიცებდა, რომ ის საჯარო ქონებას აზიანებდა. კაცმა თავაზიანად აუხსნა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა და შესაბამისად უფლება ჰქონდა როგორც სურდა ისე მოეწყო. მაგრამ პრობლემა არ იყო ის, რომ შესაძლოა ქონებას აზიანებდა, არამედ ის გზავნილი, რომელსაც გამლელებს აწვდიდა. ალექსანდრე კარგად იცოდა, რომ ნამუშევარში გამოყენებული მასალა ცარცი იყო და წვიმის დროს ადვილად ჩამოირეცხებოდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ასობით ადამიანი ჩაერთებოდა ამ მოძრაობაში, რაც როგორც ჩანდა, მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ალექსანდრემ დაამატა, რომ იცნობდა იმ მისამართზე მცხოვრებ ადამიანს და რომ ჯეიმს ეს ქონება არ ეკუთვნოდა. შემდეგ მან მოუწოდა მათ პოლიციისთვის დაერეკათ, თუ თავს ასე დაუცველად გრძნობდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, ჯეიმს საპატრულო მანქანიდან გადმოსვლის გარეშე ესაუბნენ და შემდეგ იქაურობა დატოვეს. მოსახლეებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაკვერნეს, რომელსაც თან ახლდა შევიწროების ვიდეო, სადაც განმარტეს, რომ პოლიციელებმა ჯეიმსის შენობის მცხოვრებად იცნეს და გამოძიების გაგრძელების საფუძველი ვერ დაინახეს. მან ეს ქმედება თავაზიან რასიზმად, პატივსაცემ რასიზმად აღწერა და ციტირებდა. მთელი პატივისცემით, ბატონო, არ მგონია აქ თქვენი ადგილი იყოს. რასიზმის ისეთი ფორმაა, რომელიც ყოველთვის არ აღიქმება მაშინვე დამამცირებლად, მაგრამ სინამდვილეში ასეთია. Twitteris მომხმარებლებმა ლიზა ალექსანდერი LaFace Skincare-ს კანის მოვლის ხაზს დაუკავშირეს, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ის იყო. ერთი დღის განმავლობაში მაკიაჟის სააბონენტო სერვისი Birchbox ვიდეოს შესახებ შეატყობინეს და მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ქმედებების გამო კოსმეტიკის დისტრიბუტორი ოფიციალურად წყვეტდა თანამშრომლობას მის ბრენდთან. მაგრამ ვიდეო ასევე იმოქმედებდა ქალის მეუღლეზე, რობერტ ლარკინზე, რომელიც ასევე აღშფოთდა იმ ხელოვნებით, რომელსაც ჯეიმსი საკუთარ კედელზე ქმნიდა. იმ დროს ის მუშაობდა Raymond James Wealth Management-ში, რომელმაც Twitter-ზე გამოაცხადა, რომ ლარკინი აღარ იქნებოდა კომპანიის თანამშრომელი. Number 6. იმიტომ რომ ახლა კანადელ ქალთან გაქვს საქმე, აქ მე მაგიდაზე გადავხდები და პირში გცემ. დაბრუნდი შენს ქვეყანაში, აქ არ გჭირდები. ეს მხოლოდ ორი წინადადებაა იმათგან, რომლებმაც 2018 წლის 21 აპრილის საღამოს ალბერტას ქალაქ ლებრიჯში დენის რესტორნის სტუმრები შოკში ჩააგდო. ინციდენტმა მაშინვე მიიპყრო იქ მყოფი ადამიანების ყურადღება და რესტორანში დაძაბული ატმოსფერო შექმნა. ეს სიტყვები იყო რასისტული შინაარსის გამოსვლა კანადელი ქალის Kelly Pochas მხრიდან, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ Cranbrook-იდანაა და სამი შვილის დედაა. მან ეს თქვა მას შემდეგ, რაც მოისმინა საუბარი ენაზე, რომელიც მისთვის უცნობი იყო. საუბრის იგნორირების ნაცვლად პოჩამ გადაწყვიტა ესკალაცია მოეხდინა, თავისი ყოფნა მთელ დაწესებულებაში იგრძნობინა და ყველას აგრძნობინა თავისი უკმაყოფილება. მონიერ ომერზაი და მისი სამი მეგობარი ცოტა ხნით ადრე მივიდნენ დენისში. მშვიდი საღამოს გატარებას ეოდნენ, მაგრამ უცნობი ადამიანის მხრიდან ინგლისურად საუბრის მოთხოვნის მსხვერპლნი გახდნენ. ომერზაი კანადაში 13 წლის წინ გადავიდა ავღანეთიდან გადმოსვლის შემდეგ და განსაკუთრებით გაოცებული დარჩა ამ დაპირისპირებით. როცა კელი პოჩამ კითხა, მან აუხსნა, რომ ისიც იხდის გადასახადებს, როგორც იქ მცხოვრები ყველა ადამიანი, რითაც ხაზგასმით აღნიშნა თავისი წვრილი და ადგილი კანადურ საზოგადოებაში. მაგრამ მას არაფრის გაგონება არ უნდა და რაც საღამოს ვახშმით დაიწყო, ქარენის სტილის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენები სწრაფად გამწვავდა, დაძაბულობა გაიზარდა, როცა საუბარი გაგრძელდა, რის შედეგადაც ჯგუფი უხერხულად და შოკში დარჩა მოგვთარის გამო. მას შემდეგ, რაც ხმამაღლა ამტკიცებდა, რომ ეს კაცები კანადელები არ იყვნენ, პოჩამ უთხრა მათ, რომ მათ ერთ-ერთ სირიელ ქალთან არ ჰქონდათ საქმე, თუმცა ეს ბევრად უფრო ფერადოვნად და უხეშად თქვა. შემდეგ ის მობრუნდა თავის ადგილას და მსხვერპლებს პირდაპირ შეხედა, რითაც მიანიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდებოდა. პოჩამ ომერზაის უთხრა, რომ მისნაირი ადამიანისგან არ დაუშვებდა, რომ მას ზემოდან ელაპარაკონ. საბოლოოდ მეგობრები რესტორანს დატოვებდნენ გაოგნებულები და ვიდეო ჩანაწერით, რომელსაც მომავალში იხილავდნენ, იცოდნენ, რომ მომხდარი ასე ადვილად არ დავიწყდებოდა. ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ომერზაის ურჩიეს, რომ გამოექვეყნებინა იგი. დანარჩენი ყველაფერი ინტერნეტის ხელში იყო. მას შემდეგ, რაც ვიდეო მილიონობით ნახვა დააგროვა, მომხმარებლებმა მიაგნეს ამ ქალის კვალს ავტოდილერამდე, რომელიც Cranbrook Dodge-ის სახელითაა ცნობილი. და მას შემდეგ, რაც კომპანიამ ნახა ვიდეოს სერიოზულად შემაშფოთებელი შინაარსი, მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ პოჩა გაათავისუფლეს მისი ქარენული ქცევის გამო.
შემდეგ ის გამოჩნდა ინტერვიუში Lethbridge News Now-თან, სადაც აღიარა, რომ მისი კომენტარები რასისტული იყო. ნომერი 5. 2018 წლის მარტში ნიუ-ჯერსის საგზაო პოლიციამ რუტინული ოპერაციის ფარგლებში ერთი მანქანა გააჩერა. მანქანის რეგისტრაცია ვადაგასული იყო და მძღოლმა ვერ შეძლო სადაზღვეო პოლიციის წარდგენა. შედეგად სამართალდამცველებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მანქანა დაეკავებინათ. თუმცა მანქანაში მყოფთა შორის იყო Karen Turner-ის დასრული ქალიშვილი. Turneri, გავლენიანი პოლიტიკური ლობისტი, იმ დროს ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტის ადმინისტრაციის კომისრად მუშაობდა, რაც მიუთითებს, რომ ის მაღალი რანგის პირი იყო. შვილისგან პანიკური ზარის მიღების შემდეგ ტერნერი მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მანქანას უკვე აყვანას უპირებდნენ და მაშინვე პოლიციელებს დაუპირისპირდა და მოითხოვა გაეგო, რატომ გააჩერეს ისინი. ტერნერი აშკარად გაღიზიანებული იყო იმით, რომ პოლიციელები არ სურდა დეტალების გაზიარება მისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ის არც მძღოლი იყო და არც მანქანის მფლობელი, პოლიციას კანონით არ შეეძლო ასეთი ინფორმაციის მისთვის გამჟღავნება. ამ დროს ტერნერმა ბორდად გამოიყენა თავისი თანამდებობა და პოლიციელებს თავისი სამსახურებრივი მოწმობა აჩვენა, რათა ზუსტად სცოდნოდათ, ვინ იყო ის და ამით შეეცადა მათი დაშინებას. ტერნერი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ თავისი თანამდებობის გამო პასუხებს იმსახურებდა, მაგრამ პოლიციელები მტკიცედ დარჩნენ. მან განმარტა, რომ მერის მეგობარია და პოლიციელს მოსთხოვა მას კომისარი ეწოდებინა და არა მის, როგორც აქამდე მიმართავდნენ. მან ასევე იცვლა, რომ მათ MIT-ისა და Yale-ის დოქტორანტების დღესასწაულები გააფუჭეს. ოფიცრები მშვიდად დარჩნენ და თავიანთი პოზიცია აუხსნეს. ერთმა ოფიცერმა აუხსნა, რომ ისინი უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ და რომ საგზაო გაჩერება კანონიერია. ასევე აუხსნეს, რომ საგზაო გაჩერებაში მონაწილე ყველა პირი სრულწლოვანია და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მძღოლს, რომელსაც აქვს ყველა ინფორმაცია. მაგრამ ტერნერი მაინც აგრძელებდა პასუხების მოთხოვნას, რადგან ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. როდესაც სამართალდამცველები კლავაც არ პასუხობდნენ მის კითხვებს, ტერნერი უფრო და უფრო აველდა, რის გამოც ერთ-ერთმა ოფიცერმა დაჟინებით სთხოვა ერთი ნაბიჯით უკან დაეხია, რადგან ის მუდმივად უახლოვდებოდა მას და სახეში აშკარად დამთქმული გაუმეტყველებით უყურებდა. ტერნერმა ორივე პოლიციელი, ვინც შემთხვევაზე გამოეხმაურა, იმედგამაცრუებლები უწო და უთხრა, რომ გაჩუმებულიყვნენ. მან ასევე დაიმუქრა, რომ პოლიციის უფროს და მერსაც ესაუბრებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბედნიეროდ პოლიციელებს ჰქონდათ ვიდეო ჩანაწერი მანქანის კამერიდან, რომლითაც თავიანთი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ის სპორტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმაც ნახეს, რომლებიც ტერნერზე უფრო მაღალ თანამდებობაზე იყვნენ. მისი აფეთქების ვირუსულად გავრცელებისა და შემდგომი გამოძიების შედეგად ტერნერმა თანამდებობა დატოვა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, ამტკიცებდა, რომ ემოციებს ახვა მაშინ, როცა ცდილობდა თავისი ქალიშვილი და მისი მეგობრები დაეცვა. Number 4. 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით დაიწყო ISIS მასშტაბური ახალი ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა არალეგალურ იმიგრანტებს, რომელთაც ადმინისტრაცია ძალადობრივ დამნაშავეებად ან არალეგალურ უცხოელებად მიიჩნევდა. მაგრამ დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს, რომ დაკავებულთა შორის ბევრი უბრალოდ თემის რიგითი წევრები, არა დამნაშავეები და მშრომელი ადამიანები იყვნენ. ოპერაციებმა და მათი ჩატარების მეთოდებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. უპრეცედენტო ქმედებები, რომლებიც ISIS აგენტებთან დაკავშირებით ვიხილეთ, სწორედ ამიტომ გახდა ისეთი ადამიანები, როგორიცაა შენონ კობი ლარქსიკი, ონლაინ კრიტიკის სამიზნე. ეს იყო 2025 წლის ოქტომბერი, როდესაც Manpower ჯგუფის თანამშრომელი შენონ კობი ლარქსიკი American Family Field-ზე აღმოჩნდა როგორც Milwaukee Brewers-ის გულშემატკივარი. ეს იყო ნაციონალური ლიგის ჩემპიონატის მეორე თამაში, სადაც Brewers-ი Los Angeles Dodgers-ს ეთამაშებოდა და Dodgers-ი იგებდა. ლოს-ანჯელესის გუნდის გულშემატკივარი იყო რიკარდო ფასანო, რომელიც ხალხის შუაგულში იდგა, დოჯერსის ფორმაში იყო გამოწყობილი და იღებდა იმ მომენტს, როცა ვიღაცამ მეშვიდე ინინგში ჰოუმ რანი დაარტყა. ლოს-ანჯელესი 4-1-ზე ლიდერობდა, ტრიბუნების სავსე იყო და პოსტსეზონის ატმოსფერო ლუდით, შეძახილებითა და მცინავი გადაძახილებით შეგამდიდრებული. ფასანო აღტაცებით სავსე, რომ მისი გუნდი იგებდა, მიუბრუნდა ბრიორსის გულშემატკივრებს და კითხა, რატომ ხართ ყველა ასეთ შუმად? იგულისხმებოდა ის ფაქტი, რომ ისინი კარგახანი აღარ შეძახილან, რადგან მათი გუნდი აგებდა. შენონი სულ რამდენიმე ადგილით უკან იჯდა და აშკარად გაღიზიანდა მოსალოდნელი დამცინავი კომენტარებით. ფაზანოს მიერ ჩაწერილ ვიდეოში ისმოდა, როგორ იყენებდა შენონი უცენზურო სიტყვებს და ყვიროდა დოჯერსის გულშემატკივარს, რომ ნამდვილი კაცები ლუდს სვამენ. დაპირისპირება სწრაფად გასცდა ბავშვურ კონკურენციას და ბევრად უფრო ბნელ სახეს მიიღო. ამერიკულ საზოგადოებაზე ISIS გავლენის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე შენონმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან წინ გადაიხარა და მის წინ მყოფს ხელი გაჰკრა. შემდეგ ითქვა: "იცი რა, მოდი ISIS დაურეკოთ." ეს შენიშვნა განსაკუთრებით დატვირთული იყო, რადგან ფაზანო ლათინო იყო. მაგრამ ის ასევე იყო შეერთებული შტატების მოქალაქე და საზღვაო ძალების ვეტერანი, რომელმაც ირაკსა და ავღანეთში იმსახურა.
ამ ფაქტებს მან სწრაფად გაუსვა ხაზი საპასუხოდ და შარონსაც კი უთხრა, აბა დაერეკა აისში. მიანიშნა, რომ მას არაფერი მოუვიდოდა. ვიდეო მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა, რის შედეგადაც აღშფოთება გამოიწვია და ონლაინ დეტექტივებმა დაიწყეს აისის მხარდამჭერი იმ ქალის მოძებნა, რომელმაც ასეთი ბარბაროსული მუქარა გამოთქვა გულშემატკივრის მიმართ, რომელიც უბრალოდ თავისი გუნდის გამარჯვებას სამარჯვებას ეიმობდა. შემდეგ შენონი ამოიცნეს როგორც მილუოკის ადვოკატი, Manpower Group-ის ასოცირებული მთავარი იურიდიული მრჩეველი და Make-A-Wish Wisconsin-ის საბჭოს წევრი. იგივე ქალი, რომელმაც დაუვიწყარი კომენტარი გააკეთა, რომ აის უნდა გამოიძახონ ლათინოამერიკელ კაცზე იმის გამო, რომ ბეისბოლის თამაში თქმებოდა, ასევე მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სურვილების ასრულებას ეძღვნება ბავშვებისთვის, რომლებსაც ტერმინალური დაავადება დაუდგინდათ. ხვალ რასის ბავშვებისთვის. მალე Manpower Group-მა შეიტყო ამ ბარბაროსული კომენტარის შესახებ, რის შედეგადაც იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. და როცა ვიდეო ინტერნეტში ვრცელდებოდა, შენონმა მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა Make-A-Wish-ი და მას აკრძალვაც კი დაუწესეს American Family Field-ზე, რადგან დაარღვია სტადიონის სტუმართა ქცევის წესები. ნომერი 3. ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი Uber-ის მგზავრობა Manhattan-ის Upper East Side-ში. მოგზაურობა, რომელიც 45 წლის მუსლიმმა Uber-ის მძღოლმა შოჰელ მაჰმუდმა არაერთხელ განახორციელა. იგივე მგზავრობა, რომელიც იწყება და მთავრდება ისე, რომ მგზავრის სავარძელში მჯდომი ადამიანი არც კი გახსენდება. მაჰმუდი რეგულარულად ატარებდა მგზავრებს ქალაქში და იშვიათად ჰქონდა რაიმე პრობლემა. თუმცა 2024 წლის აგვისტოში ერთმა გვიან ღამით მგზავრობა მაჰმუდისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა. მას დარჩა ხანგრძლივი ტრავმა, სიძულვილის დანაშაულის შედეგები იგრძნო და თავისი მგზავრი ეროვნული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან გარდამტეხ წერტილად იქცა. იმ ღამით Uber-ის მძღოლმა ორი ქალი აიყვანა East 65 ქუჩისა და Lexington-ის Avenue-ს მახლობლად. ქალებიდან ერთი იყო 23 წლის Jennifer Gilbo, რომელსაც თან ახლდა უცნობი მეგობარი. ორივე უკანა სავარძელში ჩაჯდა, რაც მაჰმუდის მანქანაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა და მგზავრობა დაიწყო. მგზავრობის დაწყებიდან ცოტა ხანში, როცა საცობში გაჩერდა, მან არაბული ლოცვის კითხვა დაიწყო. ჩანდა, როგორ იყურებოდა მძღოლის ფანჯრიდან, ხელები გულზე გადაჯვარედინებული ჰქონდა. ის მშვიდად იყო, თავის ყოველდღიურ საქმეს აკეთებდა, უბრალოდ ცდილობდა გადასახადები გადაეხადა. ხოლო Jennifer-ს სხვა გეგმები ჰქონდა. მოულოდნელად Jennifer-ი უკანა სავარძლიდან წინ გადაიხარა, ხელში ციცაკის სპრეის ქილა ეჭირა და პირდაპირ მაჰმუდის სახეზე გაუშვა გაზი. სცენა სწრაფად ქაოსში გადაიზარდა, რამაც შოკში ჩააგდო როგორც მაჰმუდი, ასევე თავდასხმის მოწმეები. მძღოლმა სახე ხელებით დაიფარა და თავდამსხმელის მოგერიება შეეცადა, რომელმაც მას ხელი ჩაავლო და ჭიდაობა დაიწყო. მაჰმუდმა მანქანიდან გამოსვლა მოახერხა, მაგრამ მანამდე Jennifer-მა კიდევ ერთხელ შეასხა მას ციცაკის სპრეი. ინციდენტი დაფიქსირდა ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორზე, რაც ამ სასტიკი თავდასხმის მკიცებლად იქცებლებად იქცა. მაგრამ მანქანა ჯერ კიდევ მოძრაობდა, როცა მან გაქცევა მოახერხა და მაჰმუდს სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ ისევ მანქანაში დაბრუნებულიყო და გაეჩერებინა. როცა ის ამას ცდილობდა, Jennifer-ი მძღოლის სავარძელში აძრებოდა, სანამ მისი მეგობარი არ დაეწია, ხელი არ ჩაავლო და უკან არ დააბრუნა. თითქოს ცდილობდა შეეჩერებინა ეს უმიზეზო თავდასხმა. როცა მისმა მეგობარმა კითხა, რატომ გააკეთა ეს, თავდამსხმელმა უბრალოდ თქვა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მძღოლი ყავისფერი კანის იყო. მიუხედავად იმისა, რომ წვა კიდევ 2 საათი გაგრძელდა, მაჰმუდმა მოახერხა თავი ხელში აეყვანა და 9:01-ში დაერეკა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და Jennifer-ი დააკავეს. ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, რაც საბოლოოდ ინტერნეტის მოხმარებლებს საშუალებას აძლევდა ყველაფერი გაეგოთ თავდამსხმელის შესახებ. და მათ აღმოაჩინეს, რომ ის მუშაობდა Deep Hagen Communications-ში, ხოლო ზოგიერთმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა კომპანიაში დარეკა და დაჟინებით მოითხოვა მისი გათავისუფლება. Deep Hagen Communications-მა გავრცელა შემდეგი განცხადება. ჩვენ ვიცით ამ ოფილი თანამშრომლის ქცევის შესახებ და ასევე არ ვამართლებთ ამას. Jennifer-ი მხოლოდ სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, არამედ მომდევნო თვეში მას სიძულვილის დანაშაულისთვის ბრალით წაუყენეს. ნომერი 2. აქ გამოსახულია Kings Lake-ის კარენი, Patricia Smith-ი, სპეციალური საჭიროებების მასწავლებელი ლელის დაწყებით სკოლაში, Naples-ში, ფლორიდაში. როდესაც წარმოიდგენთ საუკეთესო პედაგოგს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანისთვის, შეიძლება წარმოიდგინოთ მოთმინებიან, მშვიდ და გამგებ ადამიანს, ტოლერანტულსა და ემპათიურს. Patricia Smith-ი ამ განსაზღვრების სრული საპირისპიროა. მისი რეპუტაცია საზოგადოებაში სიკეთესთან არ ასოცირდებოდა. ეს იყო 2021 წლის აგვისტოში, როდესაც დედა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, თავის შვილებთან ერთად მშვიდად სეირნობდა. სეირნობა თავიდან ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული გამოიყურებოდა. სეირნობისას ისინი წააწყდნენ ბილიქს Kings Lake Boulevardზე, ბილიქს, რომელიც მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის იყო განკუთვნილი. დედა შესაძლოა შეემჩნია ამ წესის აღმნიშვნელ ნიშანი, ხოლო ბავშვები უბრალოდ გარეთ ყოფნით ერთობოდნენ. დედას როგორც ჩანს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ დიდხანს არ გასულა, რომ ვიღაცა მამაზე მიუთითა.
პატრიცია მათთან მიადგა და მინიმუმ 10 ჯერ მისცა სიგნალი, სანამ ფანჯარას ჩამოწევდა. დედისთვის თალაზიანად იმის თმის ნაცვლად, რომ ეს ბილიკი მხოლოდ მცხოვრებლებისთვის იყო, მან დაიწყო კვირილი და შეურაცხყოფელი სიტყვების სახილი. ჯერ უყვირა მათ და დაჟინებით მოითხოვა, რომ ამ ბილიკზე ვერ გაივლიდნენ. შემდეგ კი გინებაზე გადავიდა. სიტუაცია სწრაფად გამწვავდა და დედა და მისი შვილები შოკში დარჩნენ ამ აფეთქების გამო. პატრიციას რეაქციამ სიტუაციის მოგვარების ნაცვლად მხოლოდ გააუარესა ყველაფერი. კონფრონტაციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფთა ყურადღება მიიპყრო. პატრიციამ ქალს თეთრი ნაგავი უწოდა, როგორც ეს მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს. მალე ის ბავშვებზე გადადის და მათ მიმართ დამამცირებელ რასისტულ სიტყვებს იყენებს, მათ ნახევარჯიშებს უწოდებს. შემდეგ მან ერთ-ერთ ბავშვზე გაამახვილა ყურადღება, თქვა რომ ის ალბათ სპეციალური განათლების მოსწავლეა და კიდევ უფრო დასამცირებლად ინტელექტუალური შეზღუდულობის დამამცირებელი სიტყვები გამოიყენა. ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სანამ მისმა დამსაქმებელმა არ ნახა. ის ფართოდ გააზიარეს და ბევრ მაყურებელს მისი სიტყვები და ქმედებები შოკში ჩააგდო. ლელი ელემენტარული სკოლა, სადაც პატრიცია სპეციალური საჭიროებების პედაგოგი იყო, მოგვიანებით პატრიცია ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა. საზოგადოების რეაქცია მკისიერი იყო და ამბავი ინტერნეტში კიდევ უფრო გავრცელდა. და მალე დაასკვნეს, რომ ეს არასასიამოვნო ქცევა არ შეეფერებოდა სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლას და ასეთი ადამიანი იქ აღარ უნდა დარჩენილიყო. და შედეგად ის გაათავისუფლეს. ნომერი პირველი. 2024 წლის აპრილში იუთას კარენი TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა, მას შემდეგ რაც მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალების ჯგუფს და შეავიწროვა ისინი იმის გამო თუ რას ატარებდნენ. ვიდეო გადაღებულია St. George's რესტორანში და როგორც ჩანს, მასზე ჩანს ქალი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა როგორც 48 წლის სანტა-კლარას მსხურები აიდა ენ ლორენცო, რომელიც უსაყვედურებს 19 წლის გოგონას მისი მინი კაბადონის გამო. შევიწროების მსხვერპლი მეგობრებით იყო გარშემორტმული, როდესაც ქალმა ქვედაბოლოში წაალო ხელი და ქვემოთ ჩამოსია, რომ ფეხები დაეთარა. შემდეგ ქალმა უთხრა, რომ თუ კიდე მეც ხეუს დაინახავდა, ვიდრე სურდა დაენახა, ბავშვთა დაცვის სამსახურში ატყობინებდა. მეგობრების ჯგუფმა ქალს, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, აცნობა, რომ მისი სამიზნე 18 წელზე მეტი ასაკის იყო და შესაბამისად ბავშვი აღარ იყო, ამიტომ შეეძლო ეცვა რაც უნდოდა. შემდეგ მათ ლორენცოს აცნობეს, რომ არ უნდა დადიოდეს და სხვა ადამიანებს ეხებოდეს, რადგან ეს შეიძლება თავდასხმა ჩაითვალოს. მას შემდეგ რამდენჯერმე უთხრეს, რომ მსხვერპლი მარტო დაეტოვებინა, მაგრამ ლორენცო არ თანამშრომლობდა. ერთ-ერთმა მეგობარმა საბოლოოდ St. George's პოლიციას მიმართა, მაგრამ რამდენჯერმე მოუწია დარეკვა და საათობით საუბარი გაუმძიებელთან. ლორენცო და მეგობრების ჯგუფი დააშორეს ერთმანეთს, ხოლო ოფიცრების სხეულის კამერის ჩანაწერები მოგცემს წარმოდგენას, რა მოხდა შემდეგ. ქალმა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა, განმარტა, რომ იგრძნო როგორ შეუცურა თავდამსხმელმა ხელები ქვედაბოლოს ქვეშ და ამ ინციდენტს არასასურველი მიახლოება უწოდა. ლორენცომ თავი დაიცვა იმით, რომ თქვა, ქალის განს არ შეხებია და მხოლოდ ქვედაბოლოს ჩასცევა უნდოდა, რადგან იქ ბავშვები იყვნენ. თავდაპირველი თავდასხმის ვიდეო სწრაფად მიაღწია 12 მილიონ ნახვას. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელი სწრაფად ამოიცნეს და თვითნებური სამართლიანობის მცდელობები დაიწყო. ლორენცო ონლაინში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა. ზოგიერთი მათგანი კი ეუბნებოდა, რომ საფუთარი თავის უნდა სცხვენო და ამბობდა, რომ სულელურ თამაშებში მონაწილეობა სულელურ პრიზებს მოაქვს, როგორც ერთ-ერთმა შეტყობინებამ აღნიშნა. შემდეგ მან კვლავ მიმართა პოლიციას, რადგან შეშფოთებული იყო, რომ მას უხამსის შევიწროების ბრალდებას უყენებდნენ, რაც ზუსტად ასე ხდებოდა. ლორენცო დააკავეს მას შემდეგ, რაც St. George's გაუნძიებელმა აუხსნა, რომ მისი ქმედება შესაძლოა დანაშაული ყოფილიყო, რადგან მან ქალის ინტიმურ ზონებთან ახლოს მდებარე ტანსაცმელს შეეხო. ის ჰარიკანში მდებარე პურგატორის საშიო ლახსოვრებით დაწესებულებაში გადაიყვანეს და გირაოს გადახდის შემდეგ სასამართლოზე გამოცხადებამდე გაათავისუფლეს. ამ დროის განმავლობაში პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ლორენცო შესაძლოა იუთას გენერალური პროკურორის ოფისში მუშაობდეს იურიდიულ მდივნად. სასამართლოში მას საუკენეს A კლასის მცირე დანაშაულის ბრალდება, რომელიც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმების ფარგლებში B კლასის მცირე დანაშაულად გადაუკვალიფიცეს. შეთანხმების ფარგლებში ლორენცო 1 წლის განმავლობაში არ მიიღებს სასჯელს, იმ პირობით, რომ ის შეასრულებს შეთანხმების პირობებს. მას არ შეუძლია ჩაიდინოს დამატებითი დანაშაულები და უკავშირდეს მსხვერპლს და ვალდებულია გაიაროს ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება. მაგრამ მაინც ის თითქოს არ იყო მზად გაეცნობიერებინა, რომ მისი ქმედებები მიუღებელი იყო. იმ დღეს, როდესაც მას ბრალი წაუყენეს, იუთას კარენმა მიიღო გათავისუფლების წერილი იუტას გენერალური პროკურორის ოფისიდან, სადაც ის მუშაობდა 2 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში და არც კი ჰქონდა დასრულებული საცდელი ვადა. წერილში მითითებული იყო შესრულებასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და სტანდარტების შეუსრულებლობა. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწაკით მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ არხი და დააჯეროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ გნახავთ.